რა მოხდება მაშინ თუ მოწევას თავს დაანებებთ ნაწილი 2. დაახლოებით 13 თვის გასვლის შემდეგ თავის დანებებიდან დაიწყებს თქვენი იმუნური სტატუსი გაუმჯობესებას. დაზიანებული ფილტვის ქსოვილისა და ალვეოლების 100% ჩანაცვლება ჯანსაღი ქსოვილით სამწუხაროდ არ ხდება, თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ფილტვის სარეზერვო მარაგებიდან გამომდინარე, თქვენ ნებისმიერ დროს შეძლებთ ჯანსაღი წესით გააგრძელოთ ისევ ცხოვრება. და რაც თავარია მოწევის შეწყვეტით შეამციროთ ბრონქიალური კარცინომის და ქრონიკულ ობსტრუქციული დაავადების რისკი. დაახლოებით 1 წლის გასვლის შემდეგ, რაც თქვენ მოწევას თავს დაანებებთ, მოხდება ჩვენს სასუნთ გზებში მოციმციმე ეპითელის რეგენერაცია. ეს მოციმციმე ეპითელი არის უნიკალური რამ, რაც ჩვენ არა მხოლოდ მიკრობების შეჭრისგან გვიცავს ქვედა სასუნთ გზებში. არამედ ისინი ასევე თავისი სეკრეტისა და ტალღოვანი მოძრაობის დახმარებით მობილიზაციას უკეთებენ უცხო ნაწილაკებს, რომლებიც ზედა სასუნთქი გზების გავლით მოხდნენ ქვედა სასუნთ გზებში და შესაძლებელია იყვნენ დამაზიანებელი ჩვენი სასუნთქი სისტემისთვის. და ბოლოს ყველაზე მთავარი, როგორც იცით, ნიკოტინი და თამბაქო ყველაზე დიდი კანცეროგენია, რომელიც უამრავი სახის კიბოს ანუ ნეოპლაზიის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. კანცეროგენობა კი იმას ნიშნავს, რომ თამბაქოში შემავალი ნივთიერებები იწვევენ დნმ-ის მოლეკულების, აი ამ შემთხვევაში ამ მოლეკულის დაზიანებას ჩვენს უჯრედებში.